დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ 1 საათი Roblox-ის თამაში. შევძლებთ ამას ჩვენ. მოყვეთ ვიდეოს ბოლომდე და ნახავთ. მოკლედ მეგობრებო, ვფიქრობდი რომ გამეკეთებინა თამაში, სადაც რაც უფრო დიდი ხანი ითამაშებ, მით უფრო მაგარია. მაგალითად, თუ ამ თამაშს ითამაშებ, ყველაზე დიდი ხანი ლიდერბორდებში გამოჩნდები შენ. დამიჯერეთ, ისეთი მოსაწყენი არ იქნება, როგორც ჩანს. მოდი ახლა ჩავთვალოთ ტაიმერი და 10 ლო უკვე დაიწყება. მოდი ჯერ წავშალოთ სპაუნი და დავასეივოთ თამაში ეგრევე. მაგრამ სახელი რა დავაწერო? B AFK and მოკლედ B play more and ასე სახელს ვერ მოვიფიქრებ, AI-ს უნდა ვკითხოთ მაგაზე. მოკლედ აქ ძალიან ბევრი ისეთებია, რომ ყველგან AFK-ურევია და ეგ მე არ მოსყავს ძირითადად. მაგრამ გადავწყვიტე, რომ AFK Empire Tycoon-ი ამიღო, არა, Empire-ი. ესეც ასე, გადავიტანეთ სახელი, ხა დავასეივოთ და დავიწყოთ თამაშის გაკეთება. მოკლედ პირველ რიგში რაც ყველა თამაშს ჭირდება არის ლობი, რომელსაც toolbox-დან გამოვიყენებ. ესეც ასე ლობი გამოვიტანეთ და მოკლედ აი ასე გამოიყურება, ცოტა არ იყოს ლამაზია ისე. ეხლა გჭირდება უჩინარი checkpoint-ი, რომელსაც მოთამაშეები ვერ დაინახავენ და ისე გაჩნდებიან. checkpoint-ი კი არა, spawn point-ი უბრალოდ. ესეც ასე spawn point-ი მზად არის და დროა რომ დავტესტოთ მეგობრებო. როგორც ჩანს, ზუსტად იმ ადგილას გავჩით, მაგრამ ბოლომდე ვდარწმუნდეთ, მოდი სხვაგან გავიდეთ და დავრესტარდეთ. როგორც ჩანს, მართლა მოქმედებს ეს და ძალიან კარგია ჩემთვის მე მაწყობს მაგალითად. ეხლა კი უნდა დავსვათ ლიდერბორდი, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ხანი ითამაშეთ და მაგით შეგიძლიათ გაფლექსოთ ყველაფერი. ასე გამოიყურება ის, მოდი დავტესტოთ მუშაობს თუ არა. უფს, ლიდერბორდი მიწევს რომ რაღაცები მე დამოვიწყდა. მოდი შევასრულებ მაგას და მეორეჯერ ვწვდი. მოკლედ ახლა უნდა დაველოდოთ 30 წამი, რომ დაესტარდეს ლიდერბორდი და ვნახოთ თუ რამდენი ხანი ვითამაშეთ და მართლა თუ მუშაობს. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ოპა! როგორც ხედავთ, აი ყველაფერი მუშაობს. დამიწერა რომ 1 წუთი ვითამაშობო და აგერ ჩემი NPC-ც ეკოს, ნახეთ. მაგრამ მთელი თამაში მარტოლობის ხარ ვითამაშებთ, ძალიან დამღლელი იქნება და უცებ მობეზდება ხალხს. ამიტომ game mode-ების დამატება გადავწყვიტე, ერთად გაერთობიან. მოდი game mode-ების ოთახი ჩავსვათ უცებ. მოკლედ აი ასე გამოიყურება ის, მოდი ცოტა ჰაერში ავწიოთ, რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. და ცოტა ზომაშიც გავზადოთ, რადგან ძალიან პატარაა. მოკლედ ახლა გეგმავ რომ დავამატო ტელეპორტერები, რომელიც გადაგიყვანთ ამ ოთახში და უკანას დაგაბრუნებთ. მოკლედ ასე გამოიყურება ისინი და მოდი გადავაადგილოთ ორივე. ერთს აქ დავტოვებ და მეორეს ზევით ავიტან. როგორც ხედავთ, დავდეთ ორივე და მოდი მანამდე ვნახოთ რამდენი ხანი გავიდა. 9 წუთი, კარგია. აი ახლა კი მოვიდა დრო, რომ დავტესტოთ. მოდი მანამდე ლიდერბორდში ვხედოთ 2 წუთი დამწერა. და დროა რომ დავტესტოთ ტელეპორტერი. როგორც ხედავთ, ძალიან კარგი ანიმაცია აქვს და კარგად მუშაობს. მოდი ახლა ვნახოთ უკანთან თუ გავბრუნებს. ხო, აშკარად კარგად მუშაობს ეს ტელეპორტერი. მოკლედ ახლა გეგმავ რომ ზედ დავაწერო რომ თამაშების ოთახი არის მინიგეიმების. აი ესე გამოიყურება ჯერჯერობით. ახლა დავაწერთ, შევცვლით ამ საინგს.
აშკარად კარგად გამოიყურება, მაგრამ ეხლა რამე game mode უნდა დავამატოთ. მოკლედ ეხლა ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ Maze-ის game mode დავიმატებინა. ამისთვის ცაკელობი დაგჭირდება, გაიგებთ რატომაც. მოკლედ ასე გამოიყურება Maze-ის lobby. ხო და აქ ჩავსვათ ტელეპორტერებს. ერთს აქ დავტოვებთ და ერთს მინიგეიმების lobby-ში გადავიტანთ. იდეალური დროა რომ ისე დავტესტოთ. როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მუშაობს და გადავყავართ მეორე ლობიში. მოკლედ, რის დამატებასაც გვეგმავ არის ის, რომ მეორე ლობიში, ანუ Maze-ის ლობიში დავამატოთ რეჟიმების არჩევა. მაგალითად, რთული, მარტივი, ნორმალური და ეგეთები შეგიძლიათ Maze-ის ლობიში აირჩიოთ. მოკლედ, ასე გამოიყურება Maze-ი, რომელსაც მარტივი რეჟიმისთვის გამოვიყენებთ. მოდი შემოსასვლელი და გასასვლელი გავუკეთოთ ასე, რომელსაც მალე ცოტა გამოვასწორებთ. ესე გამოიყურება რა. ეხლა კი ტელეპორტერები დავსვათ და ერთს აქ დავტოვებთ და მეორეს მარტივი რეჟიმის მიში გადავიტანთ. იდეალური, მაგრამ გასასვლელის ტელეპორტერიც გვინდა, მაგრამ ჩვეულებრივს არ გამოვიყენებთ, უჩინას გამოვიყენებთ. დროა რომ ისევ დავტესტოთ და თან ვითამაშოთ ჩვენი ახალი თამაში. როგორც ხედავთ, თავიდან რთული ჩანს, მაგრამ შეგიძლიათ რომ ჩეთები გამოიყენოთ. აი ახლა განახებთ როგორიც. აი, ვაფშე ყველაფერი ჩანს, სად ხარ და როგორ ხარ. აი ეს დავფიქსო თუ არა, აუცილებლად დამწერეთ კომენტარებში. მოდი კიდევ მანამდე გავიაროთ და ვნახოთ თუ მუშაობს ტელეპორტერი. ოპა! ძალიან კარგად მუშაობს ეს ტელეპორტერი. ეხლა ისევ ტექსტი გვინდა, მაგრამ Maze-ის game mode-ს უნდა დავაწევოთ Maze-ი. და თან ცოტა შემოbrunებაც გვინდა. როგორც ხედავთ, მოვჩით და ეხლა Maze-ის რეჟიმებსაც უნდა მივცეთ ტექსტები. ასე გამოიყურება რა, თუ მკითხავ ლამაზია. ეხლა კი დროა რომ დრო ვნახოთ. ოუ, ზედ წუთი გაგვცვლია. ეხლა კი გასასვლელის გაკეთების დროც არის. გვაქვს, მაგრამ გალამაზებული ვაფშე არ არის რა, როგორც შემოსასვლელი ისე არ არის საერთოდ. ფერი შევცვალოთ და მორჩა უკვე. ნუ მწვანე კაი ფერი ჩანს, თუ მკითხავთ. მოკლედ ასე გამოიყურება ნორმალური დონის Maze-ი, თუ მკითხავთ და ესენი ვინები არიან, მოიц წავშვალო. ხო, წაიშალე, ეხლა ჯობია რომ ყველაფერი გადმოვიტანოთ აქაც. დავბრუნდი უკვე თითქმის ყველაფერს მოვჩი, ეხლა ტექსტის დაწერა გვაკლია და ნორმალური რეჟიმიც მზად არის. დროა რომ ყველაფერი დავტესტოთ. აუ, ამიტენეტის დედამ. აუ, ძლივს როგორც იქნა შევიდა, მაგრამ სად გავჩდი, ლობიში უნდა გავჩენილიყავი? მოკლედ, ეხლა გავაანალიზე, რომ მინიგეიმების ლობიში მქონდა სპაუნები. დროა რომ თავიდან დავტესტოთ. აი ამაში გამოვიდა უკვე 33 წუთი თუ 12. აი მოკლედ მეგობრებო, ნორმალურის მაგალითად გადავწყვიტე რთულის გამეკეთებინა და ორივე ერთად დამეტესტა რა მოკლედ. მაგრამ მოდი დავიწყოთ easy-ით. როგორც ხედავთ გავჩდით და მოდი ცოტა ახლა ვიჩეთეროთ. და მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში აი ეს დავფიქსო თუ არა რას ჩეთერობა. ცოტაც და გავალთ რა მოკლედ. მიდი. ოპა! მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე რომ ნორმალური და რთული რეჟიმი თქვენთვის არ მეჩვენებინა. რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გადახვიდეთ აღწერაში და მერე კიდევ მაგლინში თამაში იქნება. ითამაშეთ და თქვენი დატესტეთ. მოდი ახლა თან დროც შევამოწმოთ. ოპა! 18 წუთი დაგვრჩა და რაღაცას მაინც მოვასწრებ რა მოკლედ. 18 წუთი მიეგონა რომ მეყოფოდა, მაგრამ
და ჩალიშოდი რომ მეისთან ლოგო გამეკეთებინა გვერდზე, მაგრამ მოდესაც ფოტოს ვსვამდი და თამაში შევდიოდი, ის ფოტო ვარდებოდა და ვერ ვაჩერებდი ჰაერში. თამაში დაიკარგა 5 წუთი. ნუ ხო, მე გადავწყვიტე რომ YouTube ტუტორიალისთვის გვეყურებინა, რადგან რამე გაგვეუმჯობესებინა და რამე გვესწავლა კიდეც. აი დარჩენილი დრო კიდევ მუსიკების არჩენაში გადავწყვიტე, ვარჩიე მუსიკები, მაგრამ ეხლა მუსიკებს ვერ მოგასმეინებთ, რადგან შეიძლება კოპირაიტი იყოს, რაც YouTube-ს არ მოეწონება ნახდად. მაგრამ თქვენ შეგეძლებათ მოусმინოთ ამ მუსიკას, თუ აღწერის ლინკზე გადახვალთ და ითამაშებთ მაგ თამაშს. მოდი ჯობია აქ დავასრულოთ. დღესაც ეს იყო. თქვენთან იყო რაზორნებალი. დავუბრუნდი YouTube-ზე და Roblox Studios კონტენტი მექნება. ხოდა მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში მეორე ნაწილში რა გავაკეთო და ზოგს მოვახვედრებ. ასევე თუ გინდათ რომ ითამაშოთ, გადადით ლინკზე, რომელიც აღწერაში იქნება და შეგეძლებათ თქვენ ითამაშოთ ეს თამაში. თქვენთან იყო რაზორნებალი და დროებით.